კარგია. ესა ტახისასა ჯობია. აიღე რა. ძლივს კამპანიონი კიპოვნე დაიღე რა. არა ბატონო ძუძუ ვერ ავსვავ. რატო მედიკამენტებს ასვავ? არა, უბრალოდ ცუდი სიმთვრალე მაქვს. ეგრე მამაშეცა სიფხიზლეც არა კარგი, მაგრამ რა ვქნათ, აბრაუღოთ. აიღე რა. ნუ გვაშინებ რა. ისე სუნი და გემო კი მომწონს როგორც ასეთი. აბა გრაფინკაზე მეც არ ავგიჟდები და სუნი და გემო რომ მიყვარს იმიტომ სვამ. მოდი ჩვენ ჭიტლაღს გაუმარჯოს რა. ესეთი სოფელი არცად არ არის. თურმე იოჰან სებასტიან ბახის დედაი თალიკოი ყოფილა ჭიტლაღელი. მართლა? ხო, შენა ჩვენ სოფელს ეგრე ნუ უყურებ. ამბობენ რომ ყუბილაი ხანი 100,000 კაცით ჩამოდიოდა ყოველ ზაფხულსა მონღოლეთიდანა ჭიტლაღში დასასვენებლად. ხო და მაშინ გაუმარჯოს ჭიტლაღს. გაუმარჯო ჩვენ ჭიტლაღსა. რა იყო ბიჭო, არ გააღვიძო ქიშოი. ვინ ჩემი ფეხებია ქიშო? მამა შენი შვილო, ესე მალე დაგავიწყდა. არა მყავს მე მამა, მიმატოვა. ვინა მამა მაკაცო? დაასხი. მოდი რა, იქნე მეტი აღარ გინდა შვილო რა. აღარ გინდა მეტი რა. მაბრაზებ ძუძუ. რა მინდოდა რა, ამბობდა არ მინდაო და რა ძალა მედგა. ღამისფერი თვალები გაქვს მშვენიერო. სიკვდილამდე შეგიყვარებ, აბარა ამყე ძუძუ. აბარა. შენ გიმღერი ლექსი ჩემს დაგიწერო. ხევსურების სიამაყე თამარა. შენ გიმღერი ლექსი მინდა დაგიწერო. ხევსურების სიამაყე თამარა. რა გრა ვინ ამღეროდა ჰა? ორი მასაკაცო. ეს კიდე აღარ იგაწოვა. გუშინა ხო გამოვიდა ის ახილდან ესა. ჩემთან ამყავდა შემეწოდნენ და მე წავიყვანე რა. ბიჭო რა გინდა გამაგებინე ბიჭო? ჩემ სასიკვდილო დაღაშენა გაჩენილია. რას გადამეკიდეი? რა გინდა რას მიყვირი ხარ ხომ არ გინდა ჩაგალჭო ატმის ნერგივით. ესა ჩემზე ამბობს. ხო შენზე ვამბობ. ძუძუ ეხლა ამათან დავაკლავს ედა რა. ამაცაი მომისმინე, ამასა დედაც აყავს მამაცა, მაგრამ მაინც ობოლია და რა. ეხლა კიდია მე დავაკლავ ამათან გეუნებიერ რა. კარგი. დაგაკლავს ედა გეუნებ დაგაკლავ. ვერ მომიგებ ლაიმში ვარ, რო შეიძლება ლაიმში ვარ. ანები თავი. არი დაუნგრევ თაყვას ამას. შენ წინდაღულებს ედა გეუნებ. რა დაბუძარი თაყვები ლაიმში. მომი ყურებათა გაგიხეცავ თავსა შენაც. კარგი. ნახე, სოფელში ჩაუყვანია და ლაიმი აქვთ, ჩართული ამ კეთილ მოთხნულებს ამად. აი რა, ნუ იგინებია. და სად შემიგინო, აბა, მითხარი, სადა? მაშინ გამომიყავი სპეციალური სადედის ტრაკი ადგილი და იქ შემიგინები. გაგინა შარზე ხარ? ხო. მე შარზე თუ ხარ, მე რას მერჩი? შენ ამგონი ეშმაკს აყავ ხარ გამოგზავნილი და ფრთხილად იყავი დღესა. ყველაზე კაი შემთხვევაში სამსახურს დატოვებ იცოდე. ყველაზე სუჩი? ყველაზე სუჩი კომპანია აიღებს თავის თავზე შენი დაკრძალვის ხარჯებსა. კაი რა გაჩხუბებთ. აი დღეს 6 ადამიანი გადმოვიდა კაკოების კომპანიიდან მაქსიმში. შენ კიდე ნუ შემიკიკინი ამ კაკოებითა. გოგო, ხო გითხარი რომ ნუ მიხსენებ მაგათ სახელს ამეთქი. კარგი. უი, ვერიანი გირეკავდა, გასული რო იყავე. არც მაგის სახელი არ მიხსენო. რატო მოხდა რამე? არა. და ის ბიჭი ვინ იყო იმ დღეს? რა გინდა, გოგო? რა გინდა, ვინ ახარ შენა? არაფერი. ნომერი გამომართვა და მწერს. რაო ვიმწერსო? ვინა და ისა, მე რო გეუბნებოდი და არ შეიბერტყე ყურები. მიყურე ეხლა ჟუჟუნას მიჭიმით. ნომერი მომეცი.
არ არსებობს. მიეცი, გოგო, მიეცი, იქნება შენს დაისვენო და მეცა. ჩაიწერე, ბიჭო. 5 რატო არ მითხარი სასიკვდილი ბეჟანა შენ რო დაგადგა? ან მე რას მოვითრიე სახლში? მე რა მოგიტყია, თვითონ მოვიდა. მოვიდა არა, მოეთრა. კაი, რა ცოდოა. რა მაგის ბრალია მამამისი რო უარგისი ადამიანია. ჩემ ქმარზეა უვარგისი. აღარ არის შენი ქმარი. ხო მიგატოვა. მიმატოვა არა, მე გავუშვი. რაღაცინებს ქალო, იქ არიყავით ყველა რო გავყარელი. იქაც ვიყავი შორდები და სოფელში მივდივარ რო გითხრა. აი რა, მე რას მათხოვებ? შენ გონია არ გეტყობა რომ ნერვიულო? მე შენს ადგილას შეურიგდებოდი. ხო და ბევრჯერ იქნები ჩემ ადგილას და მე შეურიგდი ხოლმე. რატო? არაფერი ისედაც ჩემთვის. რა მეიცი? რო ვიცოდე ახლა გეტყოდი? და რატო არ მეტყოდი? იმიტომ რომ ბეჟანის ამბავი დამიმანი. აი მაგიტომაც. ხო დამღალეს ამ ბეჟანის ამბით. მიდილიო, გასაღები გაამზადე რა. რა დამიძახე? რა ვიცი კაცო, ლიუ ხარ თუ ევა სუმეშლება ხოლმე. ვერაფრით ვერ შევეგუე შენ სახელს. ციცო, ლიუ ვინ არის? არ ვიცი კაცო, შემეშვი რა. რა არიცი? მახო მეუბნებოდა ბავშვს ლიუ დავარქვათო და ესე იგი ვიღაცა არის. ხო და მახოს კითხე და თუ სიმართლეს გეტყვის, მაშინ შეურიგდი ხოლმე. აი მე გამოგიშებს ეს ხალხი. ებიჯო, უთხარი კონსულტაციაზე ვარ მოსული. დაგსვამე და დაგელაპარაკებ. საშიში არაფერი არ არის. ვერიონ, მართლა ამოსაღები მაქვს კბილი და რო ამომიღონ იცოდ დაგბრიდავ. არა მოგიხები, რა გჭირს, მოკრი, რა გჭირს. ერთხელ გთხოვე და მიდექი გვერდით ხო შეიძლება? და გარეთ რო დაგელოდო, მაინც და მაინც უნდა დავждე იქ. ბიჭო, მისმინე. აი ეს ჯაბაროა უფროსი. ის არ მაცდის ლაპარაკს, ხო ხდები? და შენ რო დაჯდები და ის ჯაბა დაგელაპარაკება, მე მაგრას გავალ ნინის და შვიდად წნარა დაველაპარაკებ რა. პატივს გცემ და იმიტომ ვაკეთებ ამას. თორე ცხოვრებაში არა ვარ სტომატოლოგთან ნამყოფი რა. ჩემი ძმა ხარ, მაგიტო. გამარჯობათ. გამარჯობათ. იმაზე ვარ. რაზე ვარ? კონსულტაციაზე ჯაბა ექიმთან. ჯაბა ექიმთან? იმენა ჯაბა ექიმთან. ჩაწერილი ხართ? კი, მე ჩავწერე. კი ბატონო, შევბრძანდით. იგი ნუკ. ისა. რა გინდა? მეგობარს მოვყევი და თან სალაპარაკო მაქვს. მე არ მაქვს საუბარკო. ნინი, 2 წუთით რო დავილაპარაკოთ რა. შემიშვიდე წადი. მეგობარს მოვყევი, საწავიდე. მაშინ იქ დაელოდე. აბა, რას ვაკეთებთ? რას ვაკეთებთ და აი რა ქვია, ცია ამპუტაცია. ო, ამპუტაცია? ნინო, კაფე მომიტანა. ეხლა. რას ვაკეთებ? უნდა გაგპარსო. რა? აბა, სად ვეძებო ამდენ წვერში კბილები? ხელი გაწი ბიჭო, ისე მონახე. ნინო. და რა? ეხლა რამე რო ეთკინოს, ვინ გაასწრებს ამას? არ დამაბათ რა ისე მონახეთ. გაიგე.
ოპა 25 კვილის ფესვი არის ამოსაღები. მიდი ფესვს პაშო მომიტანე. ახლავე. ცოტა პატარა ნაბიჯებით მაინც იარე, ხო შეიძლება გამძვრა სული, ა? ან მომისმინე რაღაცას გეტყვი და წავალ საერთოდ შენი ცხოვრებიდან გავქრები და ვიკარგე. შემეშვი. ვერ შეგეშვი, ნინო. ცუდად ვარ, მთელი ღამეები არ მძინავს. მოუკვდები. არ შეიძლება აქ შემოსვლა. ვიცი, რომ არ შეიძლება. უბრალოდ მინდა რომ რაღაცა გითხრა. აი, მომისმინე უბრალოდ შენმა ძმებმა, რაც არ უნდა გითხრან, ჩემზე არაფერი არ დაიჯერო, გესმის? იმიტომ რომ მაგათ არ მოვწონო ვარ მე. რაღაც გაუგებრობა გქონდა ადრე და ახლა ვნანობ დედა რატო არ კი არა და ყველაფერს ვნანობ, ნინი. უბრალოდ იმიტომ არ გითხარი რომ გავიგე იმათი დაიყავი, შემეშინდა რომ ჩემთან ურთიერთობა არ შეგეწყვიტა. შენ თავს გეფიცები? ვიფიცებ რა ჩემ თავს. აბა ვინ დავიფიცო? ჯაბა? ხო ხედავ, დასაფიცებელი ზაღარავინ აღარ დამრჩა. იმიტომ რომ ცუდად ვარ და უშენობით გამყავ ცუდად. რა გინდა? ასრი არ აქვს რაც არ უნდა მითხრა. მორჩა. ადამიანი არ ხარ გოგო? არ ხარ ადამიანი? ბოდიში. არა. ახარ. ხარ. და ისიც ვიცი რომ გიყვარვარ. რა? აი. ხო გამოგახედე. ხა მომესმინე. დედას გეპიცები. ჩემს კაცობას ვიცავარ. თუ მე შენი ძმებისთვის რამე დამიშავებინოს. ტახი მახო. ჩემი ძმაკაცია და ძალიან მაგარი ადამიანია. უბრალოდ მიტო არ გითხარი ძმაკაცები რო ვიყავით რომ შემეშინდა. კიდე გეუბნები შენი დაკარგვი შემეშინდა. და შენ მაძმებმა ცოლზე კიდე რაც გითხრეს. არ მაინტერესებს რა. და აქ აღარ მომაკითხო. წადი. სახლთან? წადი. მოდი აქ შენ. აი, მაინც ამოსაღები ხო გქონდა ეკბილიჩი. ხელი არ დამარცხო რა გიქმე. დაგიჭერ, დაგლეწავ ძლებში. გველეშაპო შენ. არ გეწყინო შვილო, გული არ დაგწყდეს. მამა როა და რო უყვარხარ, იმიტომ გამოგაგდო სახლიდან. აბა ყლეხა რომ მითხრა. მოფერებითა ეგა შვილო, ეგრე არაფერებიან ადამიანები ერთმანეთს ბატონო ძუძუ. როგორ არა კაცო? ტახისას უეგრე ეფერებოდნენ. არა ეტყვი ფაქტის ახეზია ხა. მოჩა მე მაგას აღარ ვაპატიებ. კარგი რა, მამა მაინც ეგრე როგორ შეიძლება. თანა ასაკშია კაცო. ერთ თვეში რომ მოკვდეს, გული არ დაგწყდება. რამდენში? ორ თვეში რა. ცოტა? არა. არ მაინტერესებს მოკვდეს. გინდა შეგარიგო? კი. კარგად ამიგდე ყური და დაიმახსოვრე. ეხლა ქალაქში რო ჩავალთ, თავი შეიკავე არ დაუკავშირდე. და დაბადების დღისთვის კარგი სურპრიზი გაუკეთე რა. კაიგე? სურპრიზებზე გიждდება მოკლედ რა. და შემირიგდება? არა სიზამისო, შეგირიგდება კი არა, მაგასა ფალაყნელები პადარკის ხამს ეძახიან. მეც იმიტომ მოდივარ ქალაქში რომ სურპრიზი უნდა მოუწყო. მა თქვენ კარგი კაცი ხართ ბატონო ძუძუ. მამა კიდე ბოლოტია და შებერტყილი. იცი შვილო, შებერტყილი როა, იმიტომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე შედა. ნეტა საერთოდ არ დაუბადებული ყავი. რა, ეგ არა თქვა მეორეთა. ეგ არა თქვა. მადლობა. არაფრის. წადი ახლა, წადი. აჰა, აი მოვედით ნელა. მოვედით.
აჰა. გაჩერდი ბიჭო, გაჩერდი. გაჩერდი, აი ესე იდექი, ეხა ბავშვს ჩამოვსვავ. ძალიან მაგრა იკატავა, მაგრა მოწონს. კიდე ერთი წრე დავარტყათო, მაგრამ მეთქი დედიკო გვენლონდება, მივიდეთ მეთქი. მამა წავედით. წამო. რა აბა, მოეწონა? ძალიან მაგრამ მოეწონა, არ მომყვებონდა. რაო, მამა, მოგეწონა იპოდრომი. ოი, ჩაზინებია. იცი რა ვიფიქრე? თუ აქ დავრჩით, ვინა ვიქირაოთ. და მე რომ ოფისში ვიქნები, თქვენ გამოხვალთ ხოლმე აქ და ისე ირნებთ. ნახე რა სიგრილია. მახო, ქიშოსთვის ხომ არ დაგირეკავს? ეგ რა გამახსენე, გოგო? ნერვები მომეშალა. იცოდი ხო იქ რო იყო ის დამპალი? მე რა ვიცოდი? და რა გაყვირებს, გააღვიძებ ბავშვს. გაიღვიძოს. გაიგოს როგორ მოექცენ მამამის. ყველამ რო უღალატა, ძმა, მამა, ყველაფრის მუღამი დავკარგე. და იცი რატო? თავის დროზე რო არ მითხარი ყველაფერი. ვიღაცა დამპალ საიდუმლო შეუნახე. კონჩახში. მახო. რა მახო? რამეს მიმალავ? შენ ნორმალური ხარ? მე რას გელაპარაკები და შენ რას პასუხობ? რას? არ მისმენ შენა. რაღაც გამახსენდა და. რა ჯანდაბა გაგახსენდა? ის რომ რაღაცას მიმალავ და არ მეუბნები. დამალვაზე შენ როგორ მელაპარაკები? ძმა რომ ყავდა იმას მიმალავდი. როდემდე უნდა მაწახოთ ახლა ეგ შენ და დედა შენმა? დედა ჩემს რო ახსენებ. შესა ნუ გამოკვეთავ, გაიგე? თორე არ ვიცი რას გიზავ. კიდე ერთხელ ეგრე დამელაპარაკები და წავალ სახლიდან. წადი და შეუერთი ჭიტლაღის მოღალატეთა გუნდს. არა, ვეღარ გრძნობ შენ. მართლა? ბეჟანის ძმა ვარ. დაგახსენდი ახლა? ნერვებს მიშლით უკვე რა. თუს ნუ ამატებ. ხო ვიცი რომ აქ თუში დედა ჩემს გულისხმობ. აღარ შემიძლია ყველა ნერვებს მიშლის, ყველა. ვინ ყველა, ვინ? ადამიანმა მთხოვა, ჯერ არავის არ უთხრაო. და რა უნდა მექნა? ბოლოს ხო მაინც ჩემგან გაიგე. თუ ვერიონზე ხარ გაბრაზებული. შენ არ ამბობდი ეგ რომ არ ყოფილიყო, ვერაფერს ვერ მივაღწევდი ცხოვრებაშიო? შეგიფარა, სახლში გაცხოვრა, სამსახური დაგაწყებინა და შენ რა გააკეთე? ერთი გოგოს სიყვარული ვერ აპატიე. აბა მიდი ახლა იმას კითხე, როგორი გაბრაზებულია შენზე, მაგრამ არა! შენ ხო მარტო შენი თავი გადარდებს და სხვებზე არ ფიქრობ. მოდი რა ეხა ტაქს გამოგიძახებ და გაგიშვებ სახლში. და მოდი დავრჩები ჩემ ფიქრებთან მარტო ხო შეიძლება. თან რაღაცა იდეა მაქვს. და შენ რას იზავდი ჩემ ადგილას? შენს ადგილას? გეტყოდი ლიუ ვინ არის? წამო მამა. თევზები დავათვალიეროთ. რამე უკეთესობა ჩანს? არა. საერთოდ? საერთოდ. სიყვარულისნაირი რამე მსგავსი? რა სიყვარული გეხვეწები? გადარჩები თუ არა, იგეც არ ვიცი. მეც აბა მოვტები? არა, არ მოკვდები. მაგრამ ისე იცოცხლებ, აზრი რო არა აქვს. და მეგობრები? არ ყავს. რას ქვია, არ ყავს? ყავს. არ ყავს მეგობრები. ერთია საზღვარგარეთ წასული და მეორეს ყავა ვერ აღიქვავს. ყავა ვერ აღიქვავს, რას ნიშნავს? აი გადამიხადე 50 ლარი და გეტყვი. ფული არაა პრობლემა, გადავიხდი, კაც უბრალოდ მითხარი. ანუ ვერ აღიქვავს ნიშნავს რომ
ბოლივიურ ყავას უჭირს ახლო წრეში ტრიალი. ეს ბეძია დამოკიდებული. всё? ეს იყო 50 ლარიანი ახსნა. აბა რას ელოდებოდი 50 ლარად? იმას ხო არ გეტყოდი, რა ელოდება შენს საყვარელ ქალს? ნიცა მაგას რამდენ ლარად მეტყვი? შენთვის ფასდაკლებაა, ხო იცი? ვიცი, ხო და გადავიხდი, მითხარი, კაცო. კარგი ნახე. შეხედე? ხედავ აკორდეონს. აკორდეონს? აი კარგად დახედე, აი აქ. ვეფხს რო გავს? კი, ვეფხს რო გავს. აკორდეონს, აი. ქორწილია, ქორწილი. ქორწინდები? შენ არა. ის კი. ერთი წამი, რამე კაი არ ჩანს მაგჭიხაში? დაიცა. შენ რა პოზიტიური პროგნოზი გინდოდა? ხო, აბა? ეს ნეგატივის ყავა. კარგი, აბა ხელის გული მაჩვენე. так. ვაი. რა მოკლე სიცოცხლის ხაზია. მეც აბა დიდხან სიცოცხლებო? არა, დიდხან სიცოცხლებ, მაგრამ ხელია პატარა, ხაზებიც პატარა. ბოლოს და ბოლოს მითხარი, ანუ რა მელის, მეშობელი ძაღს, ან რა მეშველება. აი ზუსტად ეგ არის ჩემო კარგო, რა გეშველება. როგორ გამახარეს სოფლიოზე რომ გავიდნენ ბიჭო. ხედა მექვს ნომერსა. აი მაგის დედასა უყვარდი მე. რა გინდოდა კურასაოში? სამსახურიდან გამაგზავნეს კაცო მივლენებითა. სად მუშაობდი? სკოლაში. ყარაული ვიყავი. აი მაშინ დაემთხო ყარაულების გასვლითი პროგრამაი და 6 თვე ვიყავი იქ. მა ქვეყანა, უიმერა ქვეყანა. ესე დუბლიოკა რო დაგჭეს ქუჩაშია. კაცი შვილი ხელს არ მოკიდებს. მართლა? ის რა თუნდა ბიჭო ისე ცხელა იქარო. ერთადერთი მინუსი რა, თვალში რაც დამჭა. ბიჭო, მოსკოვეთის თეატრი კი არა აქ. ესე იგი ვერ გერთობი რა. რა ენაზე ლაპარაკობენ ეგენი? რა იცი ხა თუ ასწავლი ქართულოთად დაგელაპარაკები. აუ, მოდი უდი შევუკვეთოთ. აქ იცი ამაგარი უდია. გეფიცები არ შეგარცხვენ, არც ვიჩხუბებ, არც ავშარდები. რა თქვა მიმართ უკვე. ეხლა მოიტანე. მართლა? არა, ბიჭო. მიდი ბიჭო, მიდი. აუ! ბავშვობიდან უყუდებ ფეხბურთს. ცაცია ფეხბურთელები მეზიზღებიან. ასო ბიჭო. მეში გეზიზღებო? ეგ რომელია დაბალი ჟოჟაროა? შემილოდი მწვანე რატოა? მწვანე ალოსია ეს კაცო. ტალხუნის ლიმონათის გემო აქვს ამას. ეგეთ რუდია ბიჭო ეგა. ვაი ძუძუ. კისერში ჩაგასხავ ამ ლუც თუ მატყუებ იცოდე. ლიმონათიც აჭედინებს ამ კეთილწახს ამასა. ხო, დედი ტუნა. ძალიან კარგად მიმიღო მამიკომ. ერთი ოჯე შენი თავი შემაგინა, მაგრამ მე დაცხრა. ალიმენტებს გადაგიხდიო დამპირდა. ოთახი გამომიყო საცხოვრებლად.
არა. არც ეგ. ძალიან კარგი გოგოა, ძალიან ვუყვარვარ. პატივს მცემს. ექიმთან ვიყავი და მოსაჭერეიაო მითხრა. კარგია, წველურვაშია, მოვიჭრი და ისევ ამოვა. აუ, დედიტუნა, რაღაც სათხოვარი მაქვს შენთან. არ გაინძრე. თორე twins გაგას ხმევინებ. რა გინდა? რა და იმ გოგოს აღარ გაეკარო? დღეს თუ საერთოდ? საერთოდ. ერთხელ რო გავეკარო და всё? რა ქენი? დამჭერი? მოიცა, ნუ გარბიხარ, არაფერი არ მჭირს. ანტკივა, ნუ გარბიხარ. ანტკივა, ნუ გარბიხარ, არაფერი არ მჭირს. აღარ შემიძლია რა, დამღალა ორივე. აქეთ ბეჟანი, აქეთ ჯოკონდა. არა, თქვენ რომ მოსაირჩევდით მაინც. დამიწერეთ კომენტარებში და თან გამოიწერეთ გვერდით.